მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით AI Pulse Georgia-ს 22-ე ეპიზოდით. უკვე ჩემი აზრით ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი გვაქვს დღეს. ძალიან კარგი სტუმრები მყავს, გიორგი მუზაშვილი და ბაქარ ჟღენტი, ქართული სტარტაპი DeepRank AI, რომელიც რაღაცა რიგითი ერთ-ერთი სტარტაპი არ არის, რადგანაც საკმაოდ საინტერესო თემის ირგვლივ არის ეს სტარტაპი აშენებული. ეს თემა არის SEO, Search Engine Optimization და ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ რომ მოვისმენთ ამ ჩვენი ძვირფასი სტუმრების ნააზრევს და გამოცდილებას და ცოდნას, უფრო მივხვდებით კონკრეტულად რა კუთხიდან უდგებიან ამ ორ საკითხს ერთად და რა ინოვაცია აქვთ, რისი შექმნა შეძლეს აქამდე. უბრალოდ მე ვიცი უკვე ძალიან ბევრი რაღაც ამის შესახებ და მინდა რომ თქვენს გაიგოთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით რაღაცა ისეთ ეხება საქმე, რაც საქართველოს მასშტაბით კი არა, მსოფლიო მასშტაბითაც ძალიან ინოვაციურია ეს საკითხები და ძალიან მაგარი საკითხებია და დანარჩენს ერთად გავაანალიზებთ და ერთად ვნახავთ. მადლობა პირველ რიგში თქვენი სტუმრობისთვის და იცი რა, ასე მინდა რომ დავიწყოთ ჩვენი საუბარი. მე მინდოდა პირველ რიგში რომ მიმოგვეხილა, მე არ ვარ მეგობრებო დიდად SEO თემებში ჩართული, ყოველ შემთხვევაში აქამდე არც ყოფილ ვარ და მინდა რომ საუბარი დავიწყოთ იმით, რომ საერთოდ რა ხდება SEO სამყაროში, როგორ ტრანსფორმირდა ხელოვნურმა ინტელექტმა რა შედეგი მოიტანა, რა დაატყო, რა კვალი დაატყო უბრალოდ და საითმიდი გზა, აი ფუნდამენტური საკითხების განხილვა რო დავიწყოთ, შეგიძლიათ ჩახვიდეთ როგორ სიღრმეშიც გინდათ ისეთ სიღრმეში და ნელ-ნელა უკვე მე გადავალთ უკვე თქვენს სტარტაპსაც და თქვენს ინოვაციაზეც. მოკლედ კითხვა ძალიან ბევრი მაქვს და თემა ძალიან საინტერესოა. გამარჯობა პირველ რიგში, მადლობა თორნიკე მოწვევისთვის. მეც ვფიქრობ რომ საინტერესო თემებზე შეგვიძლია ძალიან ლაპარაკი, იმიტომ რომ სხვა არ ლაპარაკობს უბრალოდ არავინ საქართველოში ამ თემებზე და მიხარია რომ მოგვეცა შესაძლებლობა მე და გიორგის რომ ჩვენი რაღაც გამოცდილება გადმოვცეთ. მნიშვნელოვანი რაც არის SEO. ზოგადად ისე დაიწყეთ რომ მე და ბაქარ ერთმანეთს გადავხედეთ, შეგვეშინა. ხშირად ხდება ხოლმე რომ SEO-ს აიგივებენ ჩვენი ტექნოლოგიას, რასაც ვაკეთებთ, რაც ანუ რეალურად კავშირშია, თუმცა აი ნიშა სხვა რაღაცაში გვიჭირავს რა. ტექნიკურ დეტალებზე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს ვილაპარაკებ დღეს, მაგრამ ძირითადი ფუნდამენტი რაც უნდა ვილაპარაკოთ, ანუ როგორ წამოვიდა ეს იდეა, რომ თუნდაც DeepRank AI უნდა არსებობდეს, დავინახეთ გეპი. ანუ SEO აღარ არის იმისთვის საკმარისი, რომ ციფრულ სამყაროში იყო კარგად და იყო ლიდერი. შესაბამისად, მივხვდით, რომ არსებობდა რაღაცა პატარა ადგილი, სადაც ბიზნესები შეეძლოთ, რომ თავი დაემკვიდრებინათ და ცხადი იყო ეს ყველაფერი 4 წლის წინ, ხელოვნური ინტელექტები აქტიურად გამოვიდა ხალხმა დაიწყო მათი გამოყენება, ხელოვნურ ინტელექტებში ბიზნესები არ ჩანდნენ. შესაბამისად, მივხვდით, რომ SEO-ს აკლდა რაღაცა და ეს ჩვენ ამ ყველაფერს არ დაგვერქვია არც AEO, არც GEO, ამ ყველაფერს დავერქვით DeepRank-ი და ტექნოლოგია მთლიანად არის DeepRank-ი. ეს ყველაფერი რას აკეთებს? ძალიან მარტივად, თუნდაც ადამიანი მიდის და ეკითხება, სად შეიძლება შეიძინოს ყველაზე გემრიელი ღვინო და ChatGPT აძლევს ერთ კონკრეტულ პასუხს, ან რამოდენივეს. შესაბამისად, მივხვდით, რომ არსებობდა რაღაცა საშუალება, რითიც შეგვეძლო რომ GPT-ზე ან LLM-ებზე მოგვეხვდი და манипуляცია. ზუსტად აქედან დაიბადა DeepRank-ის იდეა და ანუ აქედან გავაგრძელებთ, რომ SEO აღარ იყო საკმარისი. ზოგადად ჩვენი ნარატივა იმას არ ამბობს, რომ SEO რელევანტური აღარ არის და არა რეალურად SEO საჭიროა, თუმცა იმ ყველაფრის გარეშე, რასაც ვაკეთებ ჩვენ, უბრალოდ საკმარისი აღარ არის. შეგვიძლია ასე ესეთი დასკვნა გავაკეთოთ და რაღაცა შეჯამების ხაზი გავაკეთოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის ასე აქტიურად შემოსვლის შემდეგ ჩვენ ცხოვრებაში SEO-მ რაღაცა ტრანსფორმირება მოახდინა და რაღაცნაირად სხვა საჭიროებები გახდა. უბრალოდ ვიცით რა საჭიროებაც გახდა, რომ ადრე თუ Google-ში ასე ვთქვათ, სერჩავდა ხალხი, ახლა ძალიან ბევრი ხალხი სერჩავს ზუსტად AI-ში და შესაბამისად AI რომელიმე მოდელში და შესაბამისად საჭირო გახდა, რომ ფიზიკურად ჩანდეს კომპანია იქ და აი ეგეც კარგი იქნება მე თუ იტყვით, თვითონ ხელოვნური ინტელექტის მოდელში სპეციფიკა რითი განსხვავდება Google-ის search-ისგან. აი ეს დეტალები საინტერესო იქნება საკმაოდ. მოდი, რადგან პირველ კითხვას დავუბრუნდები ისე, რომ მინდა SEO უფრო მარტივ დონეზე დავიყვანოთ. საიდან მოდის საერთოდ SEO საჭიროება და რატომ აქვთ ბიზნესებს, რატო თვლიან რომ SEO საჭიროა, ან რატომ თვლიან რომ არ არის მათთვის საჭირო.
წავიდეთ 20 წლით, რაღაც 20-25 წლით უკან, როცა Google უკვე ახალი თემაა, ხალხი აქტიურად იწყებს Google-ის გამოყენებას, ეძებენ პროდუქტებს, ეძებენ სერვისებს, ეძებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, იქნება ეს ფილმი, კინო თუ ასე შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ ყველაფერს უკვე ადამიანები ეძებენ Google-ში. და რა შვებიან ბიზნესები? ბიზნესები ხვდებიან, რომ Google-ს შეუძლია მათი პროდუქტი გაყიდოს. ეს არის რეალობა, მაგრამ რა არის ლოგიკა, რითიც Google ირჩევს, რომელი ბიზნესი იყოს პირველი ლინკი? ადამიანი მაგალითად რო ჩაწერს, სად ვიყიდო, სად გავსინჯო გემრიელი პიცა ჩემთან ახლოს. ეს ცოტა უფრო რთული კითხვა არის, ადამიანები უფრო მარტივად წერენ ხოლმე მაგალითად პიცა ახლოს, ასეთი რაღაც. და როგორ ირჩევს Google, რომელი კომპანია იყოს პირველზე, მეორეზე, მესამეზე და ასე შემდეგ. აი ეს ლოგიკა არავინ არ იცოდა ადრე, როცა Google იყო ახალი ამბავი. და ადამიანებმა დაიწყეს ხელი თავიანთი იდეებით, манипуляция, ცუდად რო ვთქვათ, მოდი იქნებ მე მეორეზე გადავიდე, იქნებ პირველზე გადავიდე. აი ეს მუშაობს და რეალობაში Google-ის ინტერესი არ ყოფილა, რომ ბიზნესებს დამოუკიდებლად შეძლებოდათ პირველი ან მეორე პოზიციის დაკავება. ამგვარად პოზიციებზე манипуляция, მაგრამ ადამიანებმა ეს მაინც მოახერხეს, იმიტომ რომ რეალურად არსებობდა რაღაც ლოგიკა Google-ში, რომელსაც ადამიანებმა არ იცოდნენ, მაგრამ ნელ-ნელა მიხვდნენ. ასე ჩამოყალიბდა თვითონ SEO, როგორც framework-ი, როგორც მეთოდოლოგია, რომელიც ეხმარება ბიზნესებს იყვნენ მოწინავე ადგილზე Google-ის საძიებო სისტემებში. ეს არის SEO, როგორც გაჩნდა 2000 წლებში, 2001-2002 წელში. შემდეგ ბევრჯერ განიცადა მან მუტაცია, ბევრჯერ შეიცვალა, წესები შეიცვალა, უკვე Google-მა დაიწყო თვითონ აქტიურად framework-ების გამოტანა, რომ აი ეს ასე უნდა გააკეთოთ, ეს ასე უნდა გააკეთოთ და რეალურად ჩამოყალიბდა ცალკე დარგად, რომელიც ეხლა არის დაახლოებით 100 მილიარდამდე ვალუაციის მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ რა ხდება ეხლა? ერთ პატარა ძალიან მნიშვნელოვანი თემას მინდა გავუსვა ხაზი. პირველი კომპანიები, რომლებიც მიხვდნენ, რომ აი ჩვენ შეგვიძლია манипуляция Google-ის საძიებო სისტემაზე, მათი შორის მილიონები. ჩვენ ახლა ვიღებ 2002-2003 წელს, როცა Google ახალი ამბავია, სულ რამდენი კომპანიას აქვს საიტი, მაგრამ ვისაც აქვს, მოკლედ ძალიან მაგრა არის. შეიძლება 1-2 პროგრამისტი იშოვეს, სადღაც სან-ფრანცისკოში, ასე შემდეგ და დაიწყეს SEO-ს გაკეთება, რომელსაც მე დაერქვა უკვე SEO რამდენიმე წლის შემდეგ. რა გააკეთეს? მათ სანამ ბაზარი მიხვდებოდა, რომ ეს უკვე მეთოდოლოგია იყო და ყველას უნდა გაეკეთებინა ეს ამბავი, მათ უკვე იშოვეს მილიონები და მილიარდები. ზუსტად იგივე სიტუაცია არის ახლაც. ChatGPT-ს ჩუმად მიიღავს მოხმარებლები ბიზნესამდე, მაგრამ ბიზნესებმა არ იციან, რომ ეს ხდება. ახლა იწყებენ ამის გააზრებას. და ეს კიდევ უფრო დიდი ამბავია, ვიდრე ადრე იყო SEO, იმიტომ რომ ChatGPT, როგორც გიორგიმ თქვა, პირდაპირ გეუნება ერთ პასუხს. გეუნება, რომ მოდი წადი და აქ გასინჯე მაგალითად პიცა. წადი და აი ამ მაღაზიიდან იყიდე ფეხსაცმელი. ამიტომ ეს არის რადიკალური ცვლილება არის. ადამიანს აღარ უწევს შემდეგი სტეპების გავლა, რომ მოდი მე მეორე, მესამე ლინკს ვნახავ, იქ შევადარე პროდუქტებს და ასე შემდეგ. არა. ხელოვნური ინტელექტი პირდაპირ გეუნება რა იყიდო, პირდაპირ გეუნება რატო უნდა იყიდო და გაძლევს ლინკს და მისამართს აი დარეკე აქვს. ან დააჭირე მოდი ამ ღილაკს და ეგრევე მოგივა სახლში ეს შენი სასურველი პროდუქტი. აი ეს არის მთელი განსხვავება, ანუ მთლიანად იცვლება user experience-ი, როგორც იყო აქამდე Google-ის ერაში და როგორც იქნება დღეის შემდეგ, ანუ ხელოვნური ინტელექტის ერაში. მთავარი ერთ-ერთი მომენტი კიდე აქ რაც შეიძლება აღინიშნოს არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელში ცალსახად ჯერჯერობით ეს რანჟირება, რასაც გვთავაზობს, არის უფრო მეტად მიზანმიმართული მომხმარებელზე, უფრო მორგებული მასზე და ისეთი რომ ანუ გარანტირებულია მომხმარებელი რომ მიიღებს მისთვის სასურველ პასუხს. აქედან გამომდინარე ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეა. და აქედან გამომდინარე ცხადია რომ ძალიან დიდი მასშტაბი და გასაქანი აქვს ასე ვთქვათ ხელოვნური ინტელექტში ძიებას მომხმარებლების მხრიდან და ამიტომაც რიცხვებით ზუსტად ამას მეტყველებს რომ ეხა 1 და 2 დღეში ვერ მოხდება მთლიანი ნაკადის გადმოსვლა. ამას ძალიან დიდი ხანი დასჭირდება, მაგრამ ცხადია რომ ტენდენცია არსებობს უკვე ამის რომ აი ეს გულწრფელი მიდგომა რომ რაც გჭირდება იქ სხვა ფაქტორები არ არის რომ ვიღაცას ასე ვთქვათ რაღაცა ეს დარეკლამებული აქვს ან რაღაცა და ამის გამო ის ჯერჯერობით არ არის. ხო და ჯერჯერობით არ არის და ხო, მე ეგ მომწონს თქვენს მიდგომაში, რომ აი თქვენ გაქვთ რაღაცა ნაპოვნი,
რომ მოდელი რაღაცნაირად ადაპტირდება იმაზე, რომ თქვენი რეკომენდაცია თქვენ შესახებ, უბრალოდ თქვენი ტექნიკის, ტექნოლოგიის გამოყენებით კომპანიას გაუწიოს რაღაცა უფრო მეტი რეკომენდაცია და უფრო სოლიდური, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ ასევე ახალ დამატებულ ფუნქციასაც shopping assistant-ი, რომელიც ChatGPT-ს დაემატა, მე მგონი ერთი თვის უკან თუ თვენახევრის წინ და არა, მაგდენი ხანი არ იქნება. გასული და იქ არის, ასე ვთქვათ, მე მინდა ყიდვა ტელევიზორის თბილისში და იქაც გთავაზობს უკვე ChatGPT რაღაცა კონკრეტულ შეთავაზებებს გიკეთებს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ყველა კომპანიას არაჩენს. ყველა ვებსაიტს არაჩენს, როგორც მე მივხვდი, იქ ბოტი მიდის ვებსაიტში და რომელი ბოტი შედის ვებსაიტზე, ანუ რაც უნდა წამოიღოს ინფორმაცია და უშვებენ და არ აქვს რაღაცნაირი სხვანაირი თავდაცვა, ასე ვთქვათ და ჩამკეტი მექანიზმები, ის ინფორმაციები მოდის. ნუ ამას ვერ გეუბნებით, ეხლა 100%-იანი აღარ ჩავძიები ვარ, 100%-იანი კომპეტენტურობით ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მე როგორც წავიკითხე და ვნახე, ზუსტად ამ სტილში მოქმედებს ეს და მე თვითონაც დავტესტე ბევრჯერ, ხო, რაღაცა კურსასმენები ვიკითხე და მიკროფონი და რაღაცა 2-3 კომპანია მომიგდო, მარტო მეტი არა. ისიც ავარაუდოდ შეიძლება გაურკვეველი კომპანიები ყოფილიყო, არც ისე ნუ გარკვეული, მაგრამ მე ბევრად მეცველოდი, იმიტომ რომ ფიზიკურად ბაზარი არ მიჩვენა რა, ძალიან ვიწროთ მიჩვენა ბაზარი და ამას იწვევს ცხადია რაღაც რა. კარგი, მაშინ პირველი ეტაპი გავიარეთ, გავიგეთ, რომ რატო დაიბადა SEO, რატო არსებობს ახლა ChatGPT-ის ოპტიმიზაცია და რატო აინტერესებთ კომპანიას ეს თემა. ან პირველ თემას მივხვდით, რომ ხალხი უკვე აქტიურად ეძებს ხელოვნური ინტელექტის სისტემებში, ChatGPT-ში, Gemini-ში, Claude-ში და ასე შემდეგ. მაგრამ რა პრობლემებს ვეჩეხებით ახლა ჩვენ? კარგი, ვიცით რომ ჩვენთან უნდა მოვიდეს მომხმარებელი ChatGPT-დან. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, ანუ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ChatGPT სწორად მოიყვანოს კლიენტი ჩვენთან? მოკლედ, ზუსტად თორნიკე რაც ახსენე. ChatGPT-ის სურვილი არის, რომ შენ გაგიწიოს სწორი რეკომენდაცია, ანუ ზუსტად ის გირჩიოს, რაც თulis რომ შენ გჭირდება. მაგრამ აქ ვეჩეხებით ერთ პრობლემას. რაც არ უნდა OpenAI-მ, რაც არ უნდა დავარცხნოს, გაალამაზოს თავისი ალგორითმი. ინტერნეტი, როგორიც იყო 2022 წლამდე, არის შექმნილი მთლიანად არის მორგებული Google-ის search-ს, ანუ Google-ის ალგორითმს. საიტს როცა აწყობენ, პირდაპირ მაგას თვლიან, რომ საიტი იყოს დაოპტიმიზირებული Google-ის search-ისთვის, იმიტომ რომ ეს არავის არ უნდა საიტი იყოს სტატიკური. ყველას უნდა რომ მომხმარებელი თავისით შემოვიდეს, როგორღაც მომხმარებელმა მოაგნოს თქვენ სერვისს და თქვენს ბრენდს, ხო? აქ ვეჩეხებით ასეთ პრობლემას. საიტები დღესდღეობით არის ოპტიმიზირებული Google-ისთვის, მაგრამ არ არის ოპტიმიზირებული ChatGPT-ისთვის. ანუ ChatGPT-მ არ იცის როგორ უნდა ეურთიერთოს სწორად თქვენ საიტს. აი ამას ვაკეთებ ზუსტად ჩვენ. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს, რომ სწორად დაასტრუქტურირონ თავიანთი ბიზნესები, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის უბრალოდ იყოს მარტივად გასაგები. ვინ ხართ თქვენ, რას აკეთებთ, რა ღირებულებები გაქვთ, რა სერვისებს თავაზობთ და ვინ არის თქვენი იდეალური მომხმარებელი. ჩვენ რომ ეს ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ ხელოვნურ ინტელექტს, მას არანაირი პრობლემა აღარ ექნება, რომ თქვენი პროდუქტი ზუსტად ურჩიოს იმ მომხმარებელს, რომელსაც სჭირდება თქვენი სერვისი. აი ეს არის განსხვავება. დღესდღეობით არ არის ეს ინფრასტრუქტურა არ არსებობს, იმიტომ რომ საიტები ზოგს ასე აქვს აწყობილი, ზოგს ისე, ზოგს ერთ სისტემაზე, ზოგს მეორეზე. ყველაფერი არის არეულ დარეული. ანუ SEO-ს ყველა თავისებურად აკეთებდა და იდეაში SEO აღარც არის ახლა საჭირო. ახლა არის საჭირო სწორი ბრენდის რეკოგნიცია, ანუ სწორი ბრენდ სტრუქტურა მორგებული როგორც ტრადიციული search-ისთვის, ასევე ხელოვნური ინტელექტისთვის, ანუ აგენტებისთვის. იმიტომ რომ მალე აგენტები შემოვლენ თქვენ საიტზე, აგენტები დაიწყებენ ძებნას, აი რა სერვისები აქვს, მაგალითად თორნიკე ბოლოკაძეს. რა პროდუქტს თავაზობს, ვისთვის არის და ისე უნდა მოაწყო შენი საიტი, რომ აგენტებმა სწორად გაიგონ, ვის უნდა მიუტანონ შემდეგ შენზე ინფორმაცია. ამას ვაკეთებ ზუსტად ჩვენ. იდეაში ეს ლეიერი, ანუ ეს ფენა, რომელიც სწორად გააგებინებს ხელოვნურ ინტელექტს, რას წარმოადგენენ ბიზნესები, დღეს არ არსებობს. ანუ ეს არის ინფრასტრუქტურული პრობლემა არის მთლიანად, იმიტომ რომ ეს ფენა უბრალოდ არ არსებულია, იმიტომ რომ საჭიროება არ ყოფილა აქამდე, მაგრამ ახლა გვაქვს საჭიროება, რომ არსებობდეს რაღაც ლეიერი, რომელიც სწორად გააგებინებს ხელოვნურ ინტელექტს, რა ბიზნესები არსებობს, რა ბიზნესებთან აქვს საქმე და როგორ უნდა მიიტანონ და ვისთან უნდა მიიტანონ ეს ბიზნესები. და ამას აკეთებს DeepFrank-ი. ჩვენ დიდი მიზანი იდეაში არის, რომ შევქმნათ ეს მთელი ინფრასტრუქტურა, ერთი ფრეიმვორკი, როგორ უნდა გადაეწყონ ბიზნესები იმისთვის, რომ აგენტებმა და AI ბოტებმა სწორად გაიგონ რა პროდუქტი გაქვთ, რა ბრენდი ხართ და ვისთვის გაქვთ ეს ყველაფერი შექმნილი.
და თორნიკი ზუსტად ამ ნარატივს ვაწვევით და ბიზნესებს ვეუბნებით შემდეგ რაღაცას. ეს ყველაფერი არის აუცილებელი, მით უმეტეს 2-3 წელი რო გავა, შეიძლება ეხლა დღეს ჩვენთან თბილისში და საქართველოში აქტუალური არ არის იმდენად, რომ აი ხალხი და ბიზნესები არა ოპტიმიზირებს თავიანთ ვებსაიტს და ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტებისთვის, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ საჭიროება არ არის ამ ყველაფრის. ანუ ჩვენ ყველა ის დეტალი შევისწავლეთ და ძალიან 7000 საათზე მეტი დავხარიძეთ იმ ყველაფერში, რომ ზუსტად გაგვეგო რა ჭირდებათ ელემენტს იმისთვის, რომ ინფორმაცია წაიღონ ვებსაიტიდან. ანუ არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და არის უდიდესი მარკეტი, რომლის ხელიდან გაშვებას ნუ არც ერთ ბიზნესს და არც ერთ ნიშას არ უყურებს. ზუსტად ამას ვეუბნებით და ვცდილობ აუხსნათ, რომ რამდენად ღირებულია ეს ყველაფერი შენთვის და რამდენად შეიძლება არარელევანტური გახდეს უკვე თუნდაც ის Google-ის ორგანული ტრაფიკი შენთვის, რაც გონია რომ საერთოდ აუცილებელია იმ მომენტში. ერთი ესეთი რაღაცის თქმა მინდოდა, ნუ ძალიან კარგად ახსენა ბაქარმა, ნუ ჩვენმა მაყურებელმა იცის, ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ AI აგენტებზე. ტუტორიალებსაც ვდებთ, უკვე ძალიან ბევრი ტუტორიალი გვიდევს და კიდევ ძალიან ბევრი უნდა დავდოთ და ხო, აბსოლუტურად სწორი მიმართულება იყო ჩემი აზრით, რადგანაც თანდათანობით მთელი სამყარო ეწყობა იმაზე, რომ მაინც ChatGPT-ს front models კი არ შეხვიდე და კი არ კითხო რაღაც, არამედ ChatGPT-ს API-ს ელაპარაკო შენი AI აგენტის დახმარებით. ანუ იმის თქმა მინდა, ეხლა ჩვენ ძალიან ბევრის მცოდნე მაყურებელი გვყავს და ბევრი იცის უკვე, მაგრამ მაინც განმარტებას გავაკეთებ, რომ ChatGPT-ს რო front models-ზე ველაპარაკებით, ანუ ინტერფეისში, ის სხვა თემაა და იგივე ChatGPT-ს ველაპარაკებით, თუმცა API-ს დახმარებით, უკვე AI აგენტების გამოყენებით, ის ცოტა სხვა თემაა. უბრალოდ სხვა თემა კი არა, არსი იგივეა, ანუ ისევ ChatGPT-ს ველაპარაკებით და მის ცოდნის ბაზას, მაგრამ გზა, ხიდი, რითაც ვაკეთებთ ამ ყველაფერს არის სხვადასხვა. შესაბამისად, მეც ძალიან აქტუალური მგონია ეგ საკითხი, რომ ხო, არ ვიცი, მე დიდი ხანია არ დამიგუგლავს. ეხლა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეხლა არ მინდა მაყურებელს შეექმნას ისეთი წარმოდგენა, რომ ჩვენ რაღაცა ილუზიაში ვცხოვრობთ და არ ვიმჩნევთ, რომ ხალხი ძალიან ბევრი მართლმადიდებლობის მსოფლიოში ჯერ კიდევ გუგლავს და რაღაცა ისეთი აქტუალური თემა, ანუ მაგ ილუზიაში არ ვცხოვრობთ და უბრალოდ ჩვენ ვუკვირდებით იმ ტრანზაქციას, იმ რაღაცა სიახლეს, ინოვაციას, რაც შემოდის და რა მატარებელი, რომელიც მოდის და ვცდილობთ, რომ შევახდეთ ამ მატარებელს დროულად და არა წლების მერე, როცა უკვე ის იქნება, რა ქვია, ჩავლილი იქნება ეს მატარებელი და მე მგონი ყველა დამეთანხმება, რომ ფაქტია, რომ ეს მატარებელი მოდის ხელოვნური ინტელექტის და აი, არ ვიცი, თუ ვინმე შემეწინააღმდეგება და მეტყვის, რომ აი, არა, ისევ ის ძველი სტილი დარჩება მომავალი წლების განმავლობაში. ეს ასე არ იქნება. შეიძლება ვილაპარაკოთ და ვიდაოთ დროზე, რომ ვიღაცამ თქვას, რომ ოდნავ უფრო გვიან, ან ვიღაცამ თქვას, რომ უფრო მალე, მაგრამ ის, რომ ვიღაცამ თქვას, რომ ახლა თქვენ არასწორები ხართ, მეგობრებო და ხელოვნური ინტელექტს search-ისთვის არავინ არ გამოიყენებს მომავალში, ანუ ეს აბსოლუტურად აბსურდი მგონია რა და კიდევ ერთხელ ვიძახი, ბაქარმა რო აღნიშნა, ეგ ყველაზე აქტუალურია, იმიტომ რომ არა თუ მარტო ასისტენტთან რამის კითხვა, არამედ AI აგენტის დახმარებით, იმიტომ რომ ჩვენ ყველა თანხმდებით იმაზე, ყოველ შემთხვევაში მე ეგეთი პოზიცია მაქვს და ყველგან ვაჟღერებ ამას, რომ მომავალი არის 20-26 წელიც და მომავალი არის AI აგენტების და vibe coding-ის. კერძოდ რო ჩავშალოთ, ჩვენ პერსონალიზაციის არის მომავალი, ანუ პერსონალურად ჩვენზე სპეციფიურად მორგებული ხელოვნური ინტელექტი, ოღონდ დავაიბკოდინგებული, ანუ გარკვეული ინტერფეისში გამოხატული, რომ რაღაცა ჩვენი პერსონალური სისტემები გქონდეს. და აი მაგალითსაც ვიტყვი რა, ეხლა და დიდხანს არ გავაგრძელებ. ერთ-ერთ ორგანიზაციაში ვატარებდი ტრენინგს, სადაც ძალიან ისეთი AI ტრენინგს ვატარებდი, სადაც ისეთი აღმასრულებელი დირექტორი იყო, ძალიან ნიჭიერი ბიჭი და ისეთი ძალიან განვითარებული და ძალიან ცნობისმოყვარე და მოკლედ 3 დღიანი ტრენინგი იყო და სანამ ტრენინგი დავამთავრე, ამბიც ვასწავლე რეპლიტი, არის ცოტა და სჭირდებოდა პროგრამა მოკლედ ერთ-ერთი ინდუსტრია იყო, ეხლა ბევრ დეტალს არ ვიტყვი ამაზე. სჭირდებოდა პროგრამა დაახლოებით 1000 კაციანი სტაფისთვის რა. 500-დან 1000 კაციანი სტაფისთვის და ნუ პროგრამა სჭირდებოდათ, ხო ხვდებით რამდენ რაღაცას მოითხოვს და ეს პროგრამა არ იყო მაინც და მაინც რთული რაღაცა, მაგრამ პროგრამის დაწერას რო ეხება საქმე, მაინც რთულდება და
სანამ ტრენინგი დავამთავრეთ, ამ ბიჭმა შექმნა რაღაცა პროტოტიპი ინტერფეისი თავისი ინიციატივით, ისე რომ მე არც ჩამრია, უბრალოდ რეპლიტი აუხსენა ელემენტარულად რა იყო, სადაც უკვე ნაწილობრივ აგვარებდა ამ პრობლემას, რაც ედგა რა თქმა უნდა დაშენებებით და მე კიდე დასჭირდა დრო. მაგრამ ამით იმის თქმა მინდა ეხა რავინ დაწერთ ახლა კომენტარებს, კარგად ვიცით wipe coding-ი რას ნიშნავს და როგორ პროტოტიპებს ქმნის და როგორი ბექენდი სჭირდება, ეგ მაგარი იცის ხოლმე ზოგმა, რომ ეგ მან ბევრი რაღაცა იცი, ვიცით ყველაფერი. უბრალოდ საქმე ეხება რას იცი? ვიღაცა იტყვის, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია და ვიღაცა იტყვის, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა. AI 20-22 წელს აგენერირებდა აბსოლუტურად ბეც ვიდეოებს და დღეს აგენერირებს ბევრად უკეთ. ხო და ოკეი, კი, შეგვიძლია ვისაუბროთ ფოტოში, ვიდეოში, wipe coding-ში, AI აგენტებში ჯერ კიდევ რამდენი ლიმიტაცია არსებობს, მაგრამ რას გვაძლევს ეს საუბარი, ხო? ანუ რატომაც არა რომ აღვნიშნოთ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა. კი, უკლია, მაგრამ სავსეა. და აქედან გამომდინარე, ხო, შევაჯამებ რა და აღარ მოგაცდენთ. ანუ იმის თქვა მინდოდა, რომ მომავალი არის ჩემი აზრით AI აგენტების და ჩვენზე პერსონალურად მორგებული სისტემების, რომლებიც ჩვენს პრობლემებზე იმუშავებენ და ჩვენ მოგვერგებიან სამუშაო პროცესებში და პერსონალურ განვითარებაში. და აი ამ გზით განვითარდება ხელოვნური ინტელექტი ძალიან ჩემი აზრით და შესაბამისად მეც ყველაზე მეტად ჩვენი მოვაწვევით აი მაგას ვაპრიორიტეტებ, რომ აი მაქსიმალურად ვისწავლოთ აი თქვენ რაც თქვით წეღან ხელოვნურ ინტელექტთან ადაპტაცია მოვახდინოთ სრულად. გეთახმები თორნიკე, იმიტომ რომ დემოგრაფიული სტატისტიკაც ამას გვეუბნება. რა, ცოტა ხნის წინ რაღაცა კვლევას მივაგენი, Gen Z პოპულაციის 70% თავიდან ბოლომდე არის გადასული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტების გამოყენებაზე. ანუ აი რატო ხო, აი ფიქრობდი რომ რატო შეიძლება ვიღაც ერჩივნოს აი GPT-ის გამოყენება ან Claude-ის, ვიდრე Google-ში რაღაცის ჩაწერა. ძალიან დიდი კომფორტია რა, ანუ ინტერაქციის საშუალება გაქვს. დაიწყე საუბარი, რაღაც პასუხი მიიღე, არ მოგეწონა, მოდი კიდე თავიდან შევეკითხებით. ანუ ამ საუბარში იბადება საბოლოოდ ეს ჭეშმარიტება. შესაბამისად, ჩვენ ბიზნესებს ძალიან კარგად მოქმედებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ და როგორც ჩვენ ბიზნესებს აიტებს უოპტიმიზირებთ, ზუსტად ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული. ანუ ideal customers ვაგნებთ ამ კონკრეტული ბიზნესში, იმიტომ რომ ინტერაქცია ეს შემდეგ ChatGPT-სთან ეძებს რაღაც კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიმე საიდან წამოიღოს და ამ კლიენტს მიეწოდოს. ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ. ანუ ეს ერთი უკვე ძალიან დიდი კომფორტია, რომ შეგიძლია შენ რავი LLM-ს, შენ ასისტენტს ელაპარაკო თავისუფლად, რაღაცები აუხსნა, პასუხი არ მოგეწონება, შეუსწორო. ანუ შენზე მოარგო ეს ყველაფერი. შესაბამისად, აქ გეპის დატოვება, რომ ბიზნეს შეიძლება მით უმეტეს ხელოვნურ ინტელექტს კომერციული მიზნებისთვის იყენებენ უკვე ხალხი დიდი ხანია, ხო? ვიდეო გენერაცია, ფოტო გენერაცია, wipe coding-ი როგორც ვახსენეთ და ასე შემდეგ. და აი ზუსტად რეალურად მე ეს გამიკვირდა, მე დავაკარს ამაზე ვილაპარაკია ძალიან ბევრი. რომ რატო არის ბიზნესებისთვის ეს ყველაფერი რთული გასაგები? რატო ფიქრობენ, რომ არ ჭირდებათ? და რეალურად ეს ყველაფერი ჯერ ვერ ამოვხსენეთ. ბევრს ფიქრობთ, მაგრამ ვერ მიხვდეთ, რატო შეიძლება ბიზნეს, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე, ამ ყველაფერში გეპიდატოვოს და ისევ ვიცი რა, რომ მოდი აი I will stick to Google search და აი მე როცა იქნება უკვე აი ვინ უждენი რომ გავხდები, სხვები რომ გადამასწრებენ, ამის მერე დავიწყებ მეც ამისთვის ოპტიმიზაციას. აი ეს ძალიან უცნაური რაღაცა იმას მივაგენით, რომ რატო არ აკეთებენ ბიზნესები აქამდე ამ ყველაფერს. მოდი მე თონიკეს ნათქვამს მინდა რომ გამოვეხმაო, რომ ზოგადად რა არის მნიშვნელობა ხელოვნური ინტელექტის ჩვენთვის, როგორც იუზერებისთვის და მით უმეტეს კომპანიებისთვის, იმიტომ რომ კომპანიები კიდე ცალკე სფეროა, ისინი უკვე უფრო სკეპტიკურად უყურებენ, ისინი ელოდებიან, მოდი სხვამ გააკეთოს და მეც დავფიქრდები. იმიტომ რომ რთულია კომპანიაში საერთოდ ნებისმიერი სიახლე, მით უმეტეს ციფრული, საკმაოდ რთულია. ამას ცალკე დეპარტამენტები ყავს ხოლმე, ცალკე ქირავენ კომპანიებს, კონსულტანტებს, რომ უპრობლემოდ გაიარონ ადაპტაცია ახალ ტექნოლოგიებთან. ახლა რასთან გვაქვს საქმე? მოდი, თონიკა, არ შევხედოთ იმას, რომ რას ამბობს ხალხი. ნახევრად ცარიელია ჭიქა თუ ნახევრად სავსეა. ჩვენ უნდა უთხრათ პირდაპირ. ანუ ისინი ელოდებიან ჩვენ რას ვეთქვით. ჩვენ არ უნდა ვუყუროთ ისინი რას ფიქრობენ. პირიქით, ჩვენ გეუბნებით, რომ ჭიქა არის გადავსებული, წყალი გადმოდის, მოკლედ სასწაულები ხდება. მოკლედ წარმოდგენა არ გაქვთ რამხელა ამბები ხდება AI სივრცეში. სასწაულები. ჯერ ეს ერთი რომ ვეღარ გაარჩევთ, უბრალოდ ვეღარ გაარჩევთ რამდენიმე თვეში სიმართლეს და ტყუილს ონლაინ. ეს იქნება ვიდეო, ფოტო თუ ასე შემდეგ. ფიზიკურად მეც უკვე ძალიან მიჭირს. აქამდე თავს ვიწონებდი, რომ აი მაინც ვარჩევ, მე შემიძლია მარტივად მივხვდე რომელი ვიდეოა ნამდვილი და რომელი არა. გამორიცხულია. აი გუშინ ვიჯექით ბიჭები და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, რომელი მიხვდებოდა, რომელი ვიდეო იყო რეალური.
ვერ ხვდებით. თვითმფრინავი ალპინისტ წარმოუდგენელი ცვლილებები ხდება და ეს არ ეხება მარტო პატარა ან მარკეტინგს, ან ვიდეოს, ან სურათს, ან search-ს, თლიანად სოფლიო მოწყობა იცვლება და არავინ არ გითხრათ რომ არა ეს ყოველთვის მომხდარა, არა, ასეთი რევოლუცია ხდება 10 საუკუნეში ერთხელ. ხელოვნური ინტელექტი ზოგადად არ არის პატარა ცვლილება, რასაც ადამიანი მარტივად შეეგუება, არა. და მე ხა ჩემ პირად აზრს გეტყვით, არ ვიცი რამდენად ობიექტურია, მაგრამ მე ამის 100%-ით ვჯერა. არავინ არ გითხრათ რომ ხელოვნური ინტელექტი არ ჩაგანაცვლებთ, იმიტომ რომ ჩვენ პირადად გვყავს ჩანაცვლებული დაახლოებით წინს რომ ამას ვამბობ, მაგრამ ასია. დაახლოებით 20-30 ადამიანი სხვადასხვა პროგრამებით აწყობილი. მოკლედ, გვყავს ჩანაცვლებული. ეს ხდება და ამას ჩვენ არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ადამიანები ჩავანაცვლოთ. პირიქით, ჩვენ გვინდა რომ ხალხს ვასწავლოთ გამოყენება ხელოვნური ინტელექტის, რომ ისინი ვერ ჩანაცვლდნენ მარტივად ხელოვნური ინტელექტით, მაგრამ ეს უკვე არა მარტო საქართველოში, სოფლიოს მასშტაბით ხდება. და მე არ გეტყვით რომ 5 და 10 წელში შეიძლება, მე გეტყვით რომ 2-3 წელში 80% დასაქმებულების არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში იქნებით, ჩვეულებრივად შეიძლება რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაგანაცვლოთ. და ეს ასეთი მარტივი ამბავი არ არის, ამას მთელი მსოფლიო წყობის შეცვლა უნდა მოყვეს ჩემი აზრით, იმიტომ რომ უბრალოდ კაპიტალიზმში რა არის მამოძრავებელი ძალა, ხო? ფული. კომპანია, მაგალითად, ავიღოთ კომპანიის გადმოსახედ. კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს იმას, რაც მას ფულს უზოგავს, ან მეტ ფულს აშოვნინებს. ხო ასეა? ამიტომ აგენტები ყველა ვარიანტში არიან ბევრად უფრო პროფესიონალები და ბევრად მცირე თანხას, ანუ გასამსჯელოს იღებენ. თუ ადამიანი მაგალითად დაქირავებული ადამიანი კომპანიას უჯდებოდა 1000 ლარი, აგენტი მას დაუჯდება 200 ლარი და გააკეთებს 5-ჯერ მეტ საქმეს, ვიდრე აკეთებ თქვენ. რაც არ უნდა რთული იყოს ამ სიმართლის მიღება, ეს ასეა და კიდევ უფრო გაძლიერდება ეს ტენდენცია. ამიტომ რაც შეიძლება მალე პირველ რიგში ადამიანებმა, ანუ ჩვენ მომხმარებლებმა, დასაქმებულებმა უნდა შევიძინოთ ახალი სკილები აუცილებლად, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც თორნიკე აკეთებს და ბევრი სხვათა შორის არ კიდევს იმ საქმეს ხელს, რასაც თორნიკე, იმიტომ რომ გონიათ, რომ ზოგი თვლის თავს უფრო პროფესიონალად და მე მოდი უფრო ტექნიკურ ამბებზე ვილაპარაკებ, ზოგი თვლის რომ მე ჯერ მზად არ ვარ და ამ ხელს ვერ თორნიკე ძალიან დიდ მასალას ამუშავებს, ყოველთვე რომ თქვენ გასაგებ ენაზე მოგაწოდოთ რა შესაძლებლობები არსებობს ბაზარზე. ჩემი აზრით ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შეიძლება რომ ადამიანი აკეთებდეს community-ისთვის, საზოგადოებისთვის. ჩვენც გვიცდია, ჩვენც ქონდა პატარა აკადემია, ჩვენც გვინდოდა რომ აი ეს ამბები სწორად მიგვეტანა მომხმარებლებთან, მაგრამ ვერ გავქაჩეთ. პირდაპირ ვიტყვით, რომ ძალიან გაგვიჭირდა. ამიტომ ვაფასებ თორნიკე რასაც აკეთებ, ძალიან მაგარი ამბავია და ვფიქრობ, რომ მალე ბევრად უფრო მეტი ადამიანი დაინახავს ფას შენი საქმის. ხო, ერთი რაღაცა მინდოდა კიდე მეთქვა მაყურებლისთვის, რაღაცა განმარტების სახით. ეხა მეგობრებო, ეს ჩვენ გვაქვს არხზე ორი მიმართულება. ერთი არის პოდკასტი, მეორე არის ტუტორიალები. ჩვენ ეხა ბიჭებთან ერთად რასაც საუბრობთ და ასე ვთქვათ, მართლა ვსაუბრობთ, ჩაიზე ვსაუბრობთ, ჩავთვალოთ. ეს ყველაფერი არ რჩება მხოლოდ საუბრად, რადგანაც ამ ყველაფერს რამდენიმე კვირაში მოყვება და სხვა შემთხვევებშიც ხოლმე და ამ შემთხვევაშიც მოყვება ჩემი პრაქტიკული დემო და ტუტორიალი, როცა მე ცალსახად ხელოვნური ინტელექტის მოდელებს შევადარებ ერთმანეთს search-ში, აი ზუსტად ამ ბიზნესების search-ში და დავინახავ რას როგორ აკეთებს, ჩათვლით Google AI Mode-ის, რომელიც ამ ბოლო კვირებში ძალიან გაძლიერდა, ჩათვლით Perplexity-ის, რომელიც ამ სფეროში ძალიან ძლიერია და სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელის და B ეს ბიჭები რასაც ლაპარაკობენ თავიანთ, ასე ვთქვათ, ინოვაციაზე და ტექნოლოგიაზე, ეს არ დარჩება ნათქვამი სიტყვებად და ამასაც დავტესტავ რა შედეგს მივიღებთ. ანუ ამის გამოყენებით რა, ამის პრაქტიკულ მაგალითსაც ვნახავთ. და ეხლა ამას რატო ვამბობ, რომ ერთმა დამიწერა, რომ ესე პოდკასტის რეჟიმში, რომ ცოტა ზედაპირულად ლაპარაკობთო და ისო და მეგობრებო, პოდკასტია. აქ მე თავიდან თითქოს მაკეთკენ მიმყავდა საქმე, თავიდან როცა დავიწყე და ჩემი აზრით არასწორი იყო. პოდკასტს ვერ გავხდით ძალიან პრაქტიკულს და ძალიან ღრმას ამ მიმართულებით. ამიტომაც მეგობრებო, მაქვს დამატებული ტუტორიალების ხაზი, რომ
პოდკასტი არ დარჩეს ჭორაობად და ამისი განხორციელება ვნახოთ. თავიდან მქონდა ესეთი ილუზია, რომ პოდკასტში მოვაქცევდი ყველაფერს, მაგრამ არ გამოდის. პოდკასტი არ ატარებს ჩემი აზრით და რავი მსოფლიოში ბევრის აზრით, მაგის აზრს, რომ იყოს აბსოლუტურად პრაქტიკული. პოდკასტი უფრო ატარებს იმას, რომ დაგვაფიქროს რაღაცა საკითხებზე, მსჯელობაში რაღაცა გამოიკვეთოს და რაღაცა მიმართულებები ავიღოთ. ამიტომ ამ შემთხვევაშიც აუცილებლად მე შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს, მე ადრეც გითხარით, ეს საკითხი, რომ რა შედეგებს გააძლევს ხელოვნური ინტელექტი ამ მიმართულებით, ანუ search-ის მიმართულებით, როგორ ანაწილებს ამ ყველაფერს და გიორგი რასაც ამბობდა, ხო, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერიენსი, ხშირად ვახსენებ ხოლმე ამას, რომ მე თუ ადრე search-ავდი რაღაცას და მე არ მქონდა გაგრძელების საშუალება, უბრალოდ ახალი query უნდა დამეგენერირებინა, რომ გამეგრძელებინა, ანუ ახალი სია, ვეძებ სასტუმროს ახალი წლისთვის რომში და ერთხელ რო გამოაგდებს 10 შემონათვალს, მე ხელახლა უნდა გავაკეთო მე. ამ შემთხვევაში Perplexity-ში მე მაქვს საშუალება უკვე რომ მიუთითო, რომ ამ ფასის კატეგორიაში ამ მეტი დეტალი და გამოგდებული, ანუ მოცემული დაგენერირებული პასუხი 10 ხაზიანი შემიძლია შევყვე იტერაციაში და მილიონჯერ დავაკორექტირებინო ახლიდან და უფრო ეფექტური და ჩემზე მორგებული პასუხი მივიღო. ანუ ამას გეუბნებით მე ფაქტს ეხლა არ ვფიქროთ რომ ამ პროპაგანდას უწევ ან რაღაც, ანუ ფაქტია ეს, ხო, ვერ უარყოფთ, ასე ხდება ხელოვნური ინტელექტში და რა ვიცი დანარჩენი ყველა შეუძლია რომ დასერჩოს და ნახოს და შეადაროს ერთმანეთს და მეც ტუტორიალში აი Google-საც მოვიყვან მაგ და ერთი და იმავე case-ში და აი მაგის შედარებასაც გავაკეთებ რომელი უკეთეს შედეგებზე გამიყვანს საბოლოო ჯამში. კი, საინტერესო ამბავია. ყველა, პრინციპი LLM-ებს, ანუ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ერთი და იგივე აქვთ. ანუ დაახლოებით მსგავსად აფასებენ რომელი ბიზნესი გირჩიონ ან არა, მაგრამ განსხვავდებიან წყაროებით, მაგალითად, ერთი შეიძლება ChatGPT ეძებდეს Wikipedიაში, Google ეძებდეს მაგალითად ჟურნალებში. ამას ეს ყოველთვის იცვლება, ჯერჯერობით ძალიან ახალი სისტემა არის ზოგადად ხელოვნური ინტელექტის search-ში. ძალიან ადრეულ ასაკში, ასე რომ ვთქვა და ყოველთვის ცვალებადია. ასევე მარტივად შეიძლება მასზე манипуляცია. აი, მე მინდა რომ გიორგი მოყვეს გიორგი არ არის მოკლედ ტექნიკური ადამიანი, ან გიორგი არის მთავარი sales ოფიცერი DeepRank-ში. მაგრამ ამ ბოლო დროს, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, როცა ტექნოლოგიურ სტარტაპში ხარ, გამორიცხულია, რომ შენ ტექნოლოგიები რაღაც დონეზე არ გესმოდეს და აი გიორგიმ რაც შეძლო ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ჩემი აზრით, ახლა რომ თქვენ მაყურებელს ვკითხოთ, 99% იტყვის, რომ ეს არის შეუძლებელი. მოკლედ გიორგი თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლად ისე რომ ტექნიკური არც უნივერსიტეტში უსწავლია კომპიუტერული მეცნიერება, არც პროგრამისტად მუშაობდა, როგორც მაგალითად მე მუშაობდი, მაგრამ დამოუკიდებლად შეძლო სრულფასოვანი ვებსაიტის პლატფორმის აწყობა და მისი იდეალურად დაოპტიმიზირება ხელოვნურ ინტელექტში. და გიორგი მოყვება თვითონ რა პროექტზე გქონდა, რა პროგრამის საქმედან რა გავაკეთეთ. კი, რეალურად რაც მაგრამ თქვენ იმიტომ არ გავაკეთე რომ მე ვარ ძალიან მაგარი და რაღაცა განსაკუთრებული ნიჭი მაქვს და მალე ვეთვისებ რაღაცეებს. არა, რაღაცები გამარტივდა და უბრალოდ ფეხი აუწყე ამ რაღაცა დიდ ევოლუციას. პროექტი რომელზეც უნდა ვახსენოთ და რეალურად ძალიან გვიხარია და ერთ-ერთი დიდი პროექტია რომელიც DeepRank-მა ჩაებარა, ეს არის გიგა ჭიკაძის ჯიმი. კალიფორნიაში, კოსტა-მესაში თავიდან ბოლომდე ნოლიდან ავაწყეთ მათი საიტი და დავაოპტიმიზირეთ SEO-სთვისაც და ხელოვნური ინტელექტისთვისაც. ანუ DeepRank-ის სრული ტექნოლოგია და სრული სერვისი ჩაუტარეთ. რეალურად საიტი ჰქონდათ, მაგრამ მივხვდი ამ პირველი შესაძლოა რომ არ იყო ეს რაღაც საკმარისი. და ზუსტად ამ დროს ვიცოდი რომ აი Bolt-ი არსებობდა და Bolt-ზე აწყობდნენ საიტებს. ანუ მეთქი აი რა უნდა იყოს ისეთი რომ ვერ დავამოღამო. ცოტა ხანი ChatGPT-ს ველაპარაკე, აი როგორ უნდა გავაკეთო, პრომპტი როგორ მივცე, მე ფიდბექს რა დავეუბნებს, ან უკეთესი პრომპტი როგორ მივცე, რომ მეთქი მალევე მივიდე შედეგამდე. ზუსტად 2 დღეში საიტი იყო აწყობილი, SEO-თვის დაოპტიმიზირებული, ხელოვნური ინტელექტის დაოპტიმიზირებული და ზუსტად 4 დღეში საბოლოოდ მივიღეთ ის შედეგი, რომ Google-ის search-იც, GPT search-ებშიც Giga Kiki ეს არის Giga-ს Jimmy-ის სახელი და ვებსაიტის დომეინის ასევე, როდესაც ეკითხები ან GPT-ს ან Google-ს, პასუხებში არის Google-ში მეორე მესამე, GPT-ში მეოთხე, მეხუთე, ანუ რეალურად ესეთი შედეგი და ზოგადად ეს განგვასხვავებს რაღაცა ჩვენი მსგავსი კონკურენტებისგან. შედეგს ვხვდებთ რამოდენიმე დღეში და რამოდენიმე კვირაში. უბრალოდ ზუსტად ვიცით
ზუსტად ვიცი რა ნაბიჯები არის გადასადგმელი და თან მე ანუ ადამიანი რომელსაც რეალურად მართლა არანაირი ტექნიკური ცოდნა არ გამაჩნია და რაღაც არ მისწავლია ბიზნეს მიმართულად რაღაცეები, უბრალოდ იმდენად გამარტივდა და იმდენად დიდი opportunity არის ბაზარზე, რომ შენი ადამიანი რომელსაც არ გაქვს რაღაცა ტექნიკური გამოცდილება, შეგიძლია რომ ვებსაიტი ააწყო, ეს ერთი ისაა რაღაცა landing page-ი რო ქონდეს ვებსაიტი ფუნქციონალურად გამართო, ანუ შენი ინტერაქციით, ამის შემდეგ დაოპტიმიზირო SEO, დაოპტიმიზირო ეს ვებსაიტი ხელოვნური ინტელექტისთვის, ანუ სხვა თუ არაფერი, ან პირადად მე შემექმნა, კარგად გრძნობდი თავს, რომ ასეთი რაღაცა შევძელი. და ზოგადად მაყურებლებს მინდა რომ ეს ინფორმაცია მივეწოთ, რომ ეს ბაზარი თქვენთანაც არის, თქვენც გაქვს შესაძლებლობა. მეტუმეტეს ანუ თორნიკის ტუტორიალებს თვალს თუ ადევნებთ, პირადად მეც გეტყვით, რომ ბევრი რაღაცა მისწავლია და ბევრი რაღაცა გამიკეთებია ტუტორიალების ყურების შემდეგ, გაქვთ ძალიან დიდი შანსი, რომ ამ ყველაფრის დიდი მოძრაობის ნაწილი გახდეთ. და ესაა ძალიან მაგარი რა, იმიტომ რომ ხანდახან ანუ ქონია თუნდაც მამაჩემთან ამ ყველაფერზე საუბარი, რომ ის ადამიანი ეხა ცოდოა რა, ვინც 20 წელი სწავლობდა და რეალურად იგივე საქმეს აკეთებთ. ანუ რეალურად არა. უბრალოდ მე რაღაცა გეპი დავინახე, მივხვდი რომ აი რაღაცით მე შემიძლია ზუსტად იგივე გავაკეთო, რასაც აკეთებს რავი 20 წლის გამოცდილების დეველოპერი, თქვა და არანაკლებ იმისა. და თან ანუ ამ ყველაფერს მე გავაკეთებ 2 საათში, ისევ და ისევ ვაიბ კოდინგის და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. კი, და თქვათ თავარი, მოდი პროექტზე ცოტა უფრო დეტალურად ვილაპარაკოთ, რას მივაღწიეთ ამ პროექტით, რა დავამტკიცეთ, ასე რომ თქვათ. საერთოდ ჩვენაც გაგვასხოვებს, ჩვენი კონკურენტებისგან გიორგი როგორც აღნიშნა. ჩვენი კონკურენტები ძირითადად თავაზობენ ანალიტიკას, რომ აი რას ლაპარაკობს შენზე ChatGPT, საიდან მოაქვს წყაროები და ასე შემდეგ. ისინი ვერ თავაზობენ ოპტიმიზაციას ბოლომდე. ჩვენ ან ყველაზე დიდი კომპანიებს რო გადახედავთ AI ოპტიმიზაციის სფეროში, მარტო არის ანალიტიკა, მაგრამ ვერ გეუბნებიან რა უნდა შეცვალოს ზუსტად, როგორ უნდა გადაასტრუქტურიზირო შენი ვებსაიტი, რა ინფორმაცია უნდა დადო, სად უნდა დადო, ამას ზუსტად ვერ გეუბნებიან. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე ყველაფერი 100%-ზე მუშაობს, იმიტომ რომ ჯერ თვითონ ეს სფერო არის ძალიან ახალბედა, მაგრამ გვაქვს მტკიცებულებები, მაგალითად გიგაჭიკაძის საიტი. თქვენ რო ჩაწეროთ gigakick.com ChatGPT-ში, უბრალოდ რომ მიწეროთ და კითხოთ რა საიტია ეს. ზუსტად გეტყვით, რა დანიშნულება აქვს ამ ბიზნესს, ვისთვის არის გამიზნული, რა სერვისებს თავაზობს და იმასაც ისიც შეიძლება დაგიყოლოთ, რომ მოდი ჩაეწერე გაცნობით შეხვედრაზე. ანუ ჩვენ რას ვაკეთებთ? რა არის თავარი, ასე ვთქვათ, მუღამი AI ოპტიმიზაციის და რითი განსხვავდება Google-ის ოპტიმიზაციისგან. ChatGPT შეიძლება გახდეს პირდაპირ თქვენი salesman-ი. ანუ თქვენი ბრენდ ამბასადორი შეიძლება გახდეს ChatGPT. ეს არის სასწაული. ადამიანი როცა ერთხელ მაინც მიწერს თქვენს კომპანიაზე, ChatGPT-ს თუ სწორად გააკეთეთ AI ოპტიმიზაცია, მაგალითად როგორც DeepSeek აკეთებს ისე. ChatGPT შეუძლია რომ პირდაპირ დაარწმუნოს თქვენი პოტენციური მომხმარებელი, რომ ზუსტად თქვენთან შეიძინოს ეს პროდუქტი და არა სხვასთან. ეს არის სასწაული. მე თუ მკითხავ, ეს არის სრულია ტრანსფორმაცია, sales funnel-ის, ანუ როგორ ხდება ბრენდის აღმოჩენა, შემდეგ მისი გაცნობიერება, რა სერვისებს თავაზობ და უკვე კონვერტაცია. ChatGPT შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს სულ რაღაც 2-3 ინტერაქციაში. ანუ ეს არის ძალიან ეს არის თლიანად აუთვისებელი სფერო. ანუ სასწაული შესაძლებლობები აქვს ChatGPT-ს, შეუძლია რომ პირველზე გადაგწიოთ, აგაშენოთ, არ ვიცი რა სიტყვები თქვა. სასწაული სფეროა, იმიტომ რომ ამას თქვენ გარდა არავინ ჩათვალით არ აკეთებს. ჯერ არავინ 95%-მა ბიზნესებისა არ იცის უბრალოდ რომ ეს შესაძლებლობა არსებობს. ის კი არა რომ უკვე დაიწყეს მუშაობა. უბრალოდ არ იციან რომ ეს შესაძლებლობა არსებობს. ამიტომ ამბობთ რომ საერთოდ არ გვიყვარს ბევრი ტრაბახი, მაგრამ ამიტომ ამბობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მით უმეტეს ბიზნესებისთვის. მით უმეტეს იმიტომ რომ ბიზნესი მთლიანად დგას შემოსავალზე, ბიზნესი მთლიანად დგას მომხმარებელზე, ვინ რეპუტაციაზე და ამ ყველაფრის ერთად გაკეთება შეიძლება მხოლოდ ChatGPT-ში. იმიტომ რომ თუ მაგალითად ახლა 20% იყენებს მხოლოდ თქვენი მომხმარებლებისა ChatGPT-ს, ChatGPT-ს ტრაფიკს და ზოგადად ChatGPT-ს მოყვანილ მომხმარებელს აქვს ერთი განსხვავება Google-დან შემოსულ მომხმარებელთან. კონვერსია სადღაც არის 10-20 ჯერ უფრო მაღალი. ანუ თუ მარტივი ენით რომ ვთქვათ, თუ მომხმარებელმა გიპოვათ ხელოვნურ ინტელექტში, მაგალითად ChatGPT-ში, 20 ჯერ უფრო დიდი შანსია იმის, რომ მან თქვენი პროდუქტი იყიდოს. ეს არის სასწაული, ანუ ამიტომაც ვამბობთ, ყველას ვეუბნებით. თვითონ Google-იც უკვე გადადის AI overview-ებზე, ანუ AI პასუხებზე, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ამას ბევრად უფრო დიდი value-ს, ბევრად უფრო დიდი ღირებულების მოტანა შეუძლია ბიზნესებისთვის. ამიტომ გთხოვთ, რომ თუ დღესვე არ დაიწყებთ მაგალითად ოპტიმიზაციას,
დაფიქრდით, მოიძიეთ ხოლმე ინფორმაცია, აი თორნიკეტს შემდეგ თვეებში სავარაუდოდ უფრო აქტიურად დადებს ამ თემაზე ტუტორიალებს, პოსტებს, ასე შემდეგ. ჩვენც ვეცდებით მაქსიმალურად რომ უფრო ბევრი ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენ ქართულ მაყურებლებს, იმიტომ რომ ჩვენთვის ლოგიკური იქნებოდა რომ დაგვიკრა ფეხი, წავსულიყავით უცხოეთში და იქ გვეცადა ჩვენი ტექნოლოგიის პოპულარიზაცია, მაგრამ არ გვინდა რომ საქართველოს დავტოვოთ მთლიანად უყურადღებოთ. ამიტომ ვსწავლობთ რომ გასწავლოთ, ჩვენ ვასწავლით კიდევაც ჩვენ ტექნოლოგიას, რას როგორ ვაკეთებთ. შეგიძლიათ მოგწეროთ, გითხოთ, ჩვენც სავარაუდოდ დავაანონსებთ კურსებს. მოკლედ, ჩაიხედით ამ სფეროში. ძალიან დიდი რამე ხდება, ბაზარზე ძალიან დიდი ცვლილებებია და ძალიან საწყენი იქნება რომ ქართველი პროფესიონალები ვერ აყვნენ ამ ცვლილებებს. ბაქარე ერთ დეტალს დავამატებ გიგას პროექტზე კიდე, თორნიკემ არის ის, თორნიკესაც მოვუყვეთ, ანუ რეალურად ოპტიმიზაციის გაკეთების შემდეგ ზედმეტად კარგად მოგვიწია თქო ოპტიმიზაციის გაკეთება და გიგას მეუღლე თან უნდა გვირეკავს რომ დარბაზთან არის ხალხი მისული და მოდი რავი მოვახედოთ დარბაზი რეალურად გახსნილი არ არის ჯერ, ანუ იხსნება იანვარში. ეს დაგვავიწყდა რო გვეთქვა. დარბაზი გახსნილი არ არის და იდეაში ChatGPT უკვე მასზე ლაპარაკობს, რომ როგორც გახსნილ დარბაზად. კიდე ანუ იდეაში რამდენადაც კარგი იყო რომ ესეთი რაღაც მოვახერხოთ რომ რეალურად განმარტო ტრაფიკი შევიდა საიტზე ხალხი ფიზიკურად მივიდა უკვე ლოკაციაზე ნუ პატარა შეცდომა დაუშვით ჩვენი მხრიდან არ გქონდა მითითებული რომ იხსნება თორმეტ არ გახსნილა დაგვაუწყდა შესაბამისად შედეგები იდება და ძალიან მიხარია რომ უკვე აღარ ვლაპარაკობთ ხოლმე იმაზე რომ დიფრენს ამის გაკეთება შეუძლია კონკრეტულად success case-ები გვქონდა დიფრენს ამის გაკეთება არ შეუძლია დიფრენსმა ის გააკეთა ხო, აქამდე ვერ იდებოდით ერთ-ერთი პროექტების აღებას, იმიტომ რომ სტარტაპის მუღამი არის, რაც შეიძლება მალე რომ გაიზარდო. ანუ ამისთვის ხელით არ უნდა აკეთებდეს საქმეს. ავტომატიზირებული უნდა ქონდეს ყველაფერი და რაღაც ერთი პატარა შეცდომა დაუშვით, რომ ცოტა ხანი გადართული ვიყავით თულის ოპტიმიზაციაზე, რომ აი თული გავამზადოთ იდეალურად, რომ მე რაც შეიძლება scale-ზე გავიდეთ. არა, მე მივხვდით, რომ დაგვჭირდა success case-ები. Success case-ები მოვაკლდა, იმიტომ რომ თულზე ვიყავით გადართულები და ახლა ავიღეთ რამდენიმე ძალიან ესეთი კარგი პროექტი, რომელსაც შემდეგ თვეებში უკვე შედეგებსაც განახებთ. მოკლედ, ძალიან მაგარი რაღაცები გვაქვს თქვენთვის გამზადებული და თორნიკესთან ერთად ვეცდებით, რომ სწორად მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. თქვენს ტექნოლოგიაზე ზღვარ იტყოდით რაღაცა სიღრმეში რამეს დეტალებს. ჩვენ ტექნოლოგიაზეც ვიტყვი, რაც შეიძლება მარტივად. რას აკეთებს დიფრენკი და რა არის დიფრენკის მიზანი? დიფრენკის მიზანია სწორად წარმოაჩინოს თქვენი ბიზნესი ხელოვნური ინტელექტისთვის. როგორც თქვი, ხელოვნური ინტელექტს ახლა, რაც არ უნდა დიდი რესურსი ჩადოს OpenAI-მა, Claude-მა, Google-მა, არ აქვს სწორი ხედვა თქვენი ბიზნესების. უბრალოდ არასწორად ესმის, რას აკეთებთ თქვენ და ვისთვის აკეთებთ ამას, იმიტომ რომ შემოდის თქვენთან მაგალითად AI ბოტი შემოდის, რომ გაიგოს თქვენ რას აკეთებთ და სულ სხვა არასწორ გვერდებზე უშვებთ მაგალითად. ან ზოგადად არ აქვს საერთოდ წტომა იმ გვერდზე, რომელზეც ზუსტად ის ინფორმაცია, რომელიც მას სჭირდება. ამას აკეთებს დიფრენკი, რომ თქვენ აღარ დაგჭირდეთ ხელოვნურად რაღაცების ოპტიმიზაციას, SEO, ან ასე შემდეგ. ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით ხელოვნურ ინტელექტს, ვინ ხართ თქვენ, რასაც ვისებს თავაზობთ, რა ფასად და ვის უნდა შესთავაზოს ეს. ანუ რას აკეთებს Different AI, ჩვენი თული. მოჩაწეროთ Different.ai, თქვენ ახავთ თულს, რომელიც ეხავე დაგეხმარებათ ბიზნესებს მით უმეტეს პატარა და მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომ მთლიანად მოიშოროთ მთელი SEO ოპტიმიზაცია. აღარ დაგჭირდებათ პროფესიონალი, აღარ დაგჭირდებათ copywriter-ი, ყველაფერში დაგეხმარებათ ჩვენი თული. მაგალითად, რას აკეთებს? გიწერთ ბლოგებს, ზუსტად იმ ბლოგებს, რომელიც თქვენ გჭირდებათ, რომ სწორად აღიქვან Google-მა და ხელოვნურმა ინტელექტებმა თქვენი ბიზნესი, ასევე გაძლევთ პატარა ტექნიკურ რჩევებს, რა არის დასაოპტიმიზირებელი, მაგალითად, რა ფაილია დასამატებელი, სად შედის თუ ვერ შედის ბოტი და ასე შემდეგ. მოკლედ, აბსოლუტურად ყველა საქმეს, რასაც აქამდე აკეთებდით ხელით, SEO-სთვის, მით უმეტეს Different AI აკეთებს ავტომატურად. რომ თქვენ საერთოდ აღარ მოგიწიოთ ფიქრი SEO ოპტიმიზაციაზე. მოკლედ, ძალიან საინტერესო იყო. კიდევ ერთხელ ვიტყვი მაყურებელს, რომ ამ ყველაფერზე ტუტორიალსაც გავამზადებთ და გიჩვენებთ, იმიტომ რომ თემა არის ძალიან საინტერესო, თავისი Different-ის ასპექტით, რა თქმა უნდა, და ამ ყველაფერს პრაქტიკაშიც გამოცდით და კიდევ ერთ დეტალს ვეტყვი, რომ აი ტუტორიალებში ბევრ ხაზს მივყვებით ძალიან, აი სულ სხვადასხვა ხაზს მივყვებით, რაღაცა AI აგენტები, vibe coding-ი, კონტენტის გენერაცია, მოკლედ ძალიან ბევრი მიმართულებით და ერთ-ერთი მიმართულება, რაც ავირჩიეთ და გვაქვს, ეს არის აი ზუსტად ასეთი use case-ების, გამოყენების მაგალითების
პრაქტიკული ტესტირებები. ამ დღეებში ვაპირებ, რომ გადავიღო მაგალითად ქართულ ვებსაიტებზე AI ჩატბოტები, აგენტები ჩაშენებული, e-commerce ვებსაიტებზე თუ სხვა და ერთმანეთს შევადარო, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და ამ მიმართულებასაც აქტიურად გავაგრძელებ ტუტორიალებში, რომ აი ესეთი გამოყენების მაგალითები ავიღო ხოლმე და პრაქტიკაში მიმოვიხილო და შევადარო ერთმანეთს სხვადასხვა კომპანია, სხვადასხვა გამოყენების მაგალითი და ესეც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ტუტორიალი იქნება, როცა ამას მივადგები, რომ AI როგორ აკეთებს search-ს და მათ შორის different AI-ს რა სარგებელი აქვს ამ მიმართულებით, რამდენიმე კვირაში უკვე შემოგთავაზებთ ამ ტუტორიალს და მოკლედ ძალიან საინტერესო ეპიზოდებს გიმზადებთ ამ მიმართულებით. ერთადერთი მოდი ახალი წელიც მიულოცოთ ჩვენს მაყურებელს, უბრალოდ ამ ეს ეპიზოდი რო გამოქვეყნდება, ეს ეპიზოდი იწერება 20-25 წელს, მაგრამ 20-26-ში გამოქვეყნდება, უკვე გასული იქნება ახალი წელი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მიულოცოთ 20-26 წელი. შობა და ახალი წელი. ძალიან ბედნიერება, წარმატებები და რა ვიცი, ჩვენი მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ AI მიმართულებით კიდევაც დავწერებ ბევრგან, რომ საქართველოს არ ჩამორჩეს და ჩემი აზრით არც არის ჩამორჩენილი. აი მე ჩემი ერთი მცირედი რაღაცით, რითაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რომ აქტიურად იყოს საქართველოს წარმოდგენილი და საზოგადოება ამ მხრივ მომზადებული და სხვა ადამიანებიც შრომობენ ამისთვის და ძალიან მიხარია, ძალიან კარგი. მადლობა დიდი სტუმრობისთვის. პირიქით მადლობა. და ამშვიდობთ ჩვენს მაყურებელსაც მომდევნო ეპიზოდამდე. შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.